გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც ბევრ ჩვენგანს ატყუხებს, მაგრამ ხშირად არ ვსაუბრობთ ამაზე. ესენია პანიკური შეტევები, შფოთვა, შიშები. არ ვიცი როგორ გრძნობ თავს ამ წუთას, მაგრამ თუ გადმოხვედი ამ ეპიზოდზე, დიდი შანსია, რომ მოდესმე შენს გიგრძნია ის უსასრულო შიში და პანიკა. და თუ არასდროს გამოგიცდია, გეტყვი, პანიკური შეტევა არ არის უბრალოდ შიში, ეს არის შეგრძნება თითქოს კვდები. პანიკური შეტევები მოულოდნელი და ინტენსიური შიშის ან დისკომფორტის ეპიზოდებია, რომლებიც პიკს აღწევენ რამდენიმე წუთში. სიმპტომები მოიცავს გულის საჩქარებას, სუნთქვის გაწნელებას, თავბრუსხვევას და სიკვდილის შიშს. მაიოს კლინიკის მიხედვით, პანიკური შეტევები შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, გენეტიკური ფაქტორებით, ტვინის ქიმიური დისბალანსით ან წარსულის ტრამვებით. მსოფლიოში დაახლოებით 301 მილიონ ადამიანს აქვს შფოთვითი აშლილობა, რაც მოსახლეობის დაახლოებით 4%-ს შეადგენს. ამასთან მხოლოდ დაახლოებით 27.6% იღებს შესაბამის მკურნალობას, რაც მიუთითებს, რომ ბევრი ადამიანი მარტო ებრძვის ამ მდგომარეობას. ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩვენი ემოციური, ფსიქოლოგიური და სოციალური კეთილდღეობაა. ის გავლენას ახდენს ჩვენს ფიქრებსა და ქცევაზე. განსაზღვრავს, როგორ ვუმკლავდებით სტრესს და როგორ ვურთიერთობთ სხვებთან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ფსიქიკური ჯანმრთელობა არის მდგომარეობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაცნობიეროთ ჩვენი შესაძლებლობები, გავუმკლავდეთ ცხოვრების სტრესებს, ვიმუშაოთ პროდუქტიულად და შევიტანოთ წვრილი სამყაროს განვითარებაში. ჩემს პირად გამოცდილებაზე რომ გითხრათ, პირველად პანიკური შეტევა სოფელში მქონდა, როცა მოხუცი ნათესავი მომაკვდავი დავინახე საწოლზე. ახლა სოფელში რომ ჩავდივარ, მახსოვს ის საშინელება, რაც მაგს ამბავს მოყვა. მთელი ცხოვრება თითქოს გაშავდა. ეს ძლიერი ემოციური შოკი იყო თბილისში დაბრუნების შემდეგ, ღამით ვერ ვიძინებდი. მუდმივად შფოთვა და სტრესი მქონდა. დღესაც მაქვს რთული დღეები, მაგრამ ვისწავლე როგორ მართო ეს მდგომარეობა. ჯანსაღი ცხოვრების წესი, რეგულარული ძილი, მეხმარება. ვაკონტროლებ ამ ყველაფერს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ იგივე დამემართება. ერთი გამოუძინებელი ღამე და ისევ თავიდან მეწყება ყველაფერი. ძილი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. კლივლენდის კლინიკის კვლევები აჩვენებს, რომ უძილობა არასაკმარისი ძილის ზრდის შფოთვისა და დეპრესიისკენ რისკს. რეგულარული და ხარისხიანი ძილი ეხმარება ტვინის ემოციური რეგულაციისა და სტრესის მართვაში. რაც შეეხება კოფეინს, ის ძლიერი სტიმულანტია, რომელიც აჩქარებს გულის ცემას და ზრდის შფოთვას. თავიდან ვერ ხვდებოდი, რომ ყავის თმით უარეს დღეში ვაკეთებდი საკუთარ თავს. არც ფსიქიატრი არ ამახვილებდა ამაზე ყურადღებას. ზოგს გონია, რომ ერთი ჭიქა ყავა არაფერს ავნებს, მაგრამ ყველას ორგანიზმი ერთი და იგივე არ არის. პანიკური შეტევისადმი მიდრეკილ ადამიანებში კოფეინის მიღებამ შეიძლება გაამწვავოს სიმპტომები. PubMed ცენტრალის კვლევის მიხედვით, კოფეინის მაღალი დოზები ასოცირებულია შფოთვის გაზრდის რისკთან. ალბათ მსვენელისთვისაც საინტერესო იქნება მედიკამენტების, როგორიცაა ანტიდეპრესანტები და ანტიშფოთვითი მედიკამენტები, რომლებიც ხშირად გამოიყენება პანიკური აშლილობის სამკურნალოდ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ეფექტურია, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა დაღლილობა და ძილიანობა. ჩემი ისტორია ასეთი იყო. თავიდან ნევროლოგთან ვიყავი. უპასუხისმგებლო ადამიანი აღმოჩნდა და საერთოდ არ მპასუხობდა, როცა ვწერდი. დამინიშნა წამლები და არ დავლიე, არ ვენდე. გვერდითი ეფექტების გამო ძალიან მეშინოდა მისი მიღების. გამიგრძელდა შეტევები, ვერაფერი მშველოდა. ეჯერადად ძლიერ დამამშვიდებელს ვიღებდი, რომელიც რეცეპტის გარეშე არ გაიცემა. გადავწყვიტე, რომ ნევროლოგთან მისვლას ისევ ფსიქიატრი ჯობდა. მივედი და დამინიშნა წამლები. მეც რა თქმა უნდა მქონდა გვერდითი ეფექტები, თუმცა შიშის გრძნობას მეჩვენა გაბრუებული ყოფილიყავი. მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების მიღება მოხდეს ექიმის ზედამხედველობით და საჭიროების შემთხვევაში ეტაპობრივად შემცირდეს. ესეთი ფსიქიატრი ავარჩია, ვინც ჩემს მოწერილს უპასუხებდა, რადგან ამ მდგომარეობაში გადარჩენისთვის იმედი მჭირდებოდა. ამასთანავე სამჯერ ვიყავი ფსიქოლოგთან პირველად, მაშინ როცა წამლებს არ ვიღებდი. შემდეგ წამლების დალევა რომ დავიწყე, დარჩენილ 2 მისვლაზე ფსიქოლოგიდან რომ გამოვდიოდი, აღარაფერი აღარ მახსოვდა. საერთოდ ვერ ვაზროვნებდი, შიშისგან დაბინდული მქონდა გონება. წამლებისგან გაბრუებული ვიყავი. ამ პერიოდში კარგად მივხვდი იმას, რომ ჩემნაირ ადამიანებს არავინ დაეხმარება. არ არის შესაბამისი კვალიფიციური პროფესორები, არ არის ღია საუბრები ამ ყველაფერზე, ძალიან ძნელია იმის გაგება, რაც შეიძლება ამ დროს დაგეხმარო. მაშინ ნატრობდი გადაუდებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი ყოფილიყო, რომ მიუსულიყავი და ჩემთვის ეშველათ. ისევ როგორც ფიზიკურ პრობლემებს შველიან, სრულიად უიმედობა დამატდა თავს. პანიკური შეტევების დროს კი გარანტია გჭირდება, რომ აუცილებლად გადარჩევი. მომსახურება ხშირად ძვირია და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ეს ფინანსური ბარიერი ბევრ ადამიანს უშლის ხელს საჭირო დახმარების მიღებაში. საჭიროა, რომ სახელმწიფომ გააუმჯობესოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა. საზღვაროდ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები ხშირად სტიგმატიზებულია. ბევრი ადამიანი არ აღიარებს მათ სერიოზულობას და პაციენტებს შეიძლება შეექმნათ გაუგებრობა ან უარყოფითი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია განათლება და ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში.
ოჯახის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ პერიოდში. საკუთარ ოთახში ვერ ვიძინებდი შიშისგან, ბებოს ოთახში მეძინა, ჩემთვის ის საშინელება იყო, რომ ჩემს ოთახში ვერ ვიძინებდი, რადგან ჩემი ოთახი 10 თვის წერტილია. მარტო რომ ყოფილიყავი, არ ვიცი როგორ გადავიტანდი ამ საშინელ მდგომარეობას. მინდა გითხრათ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. მადლობა, რომ მოусმინეთ ჩემს მონოლოგს. გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ მარტო. უკეთესი დღეები წინ გველოდება.